საქართველოს პრეზიდენტმა რიგის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე სკოლის შენობაზე შოთა რუსთაველის ბარელიეფი გახსნა. საზეიმო ცერემონიალს ლატვიის კულტურის მინისტრი, ქართული დელეგაციის წევრები და ლატვიაში მცხოვრები ქართველები დაესწრნენ. სიმბოლური საჩუქარი შოთა რუსთაველის ბარელიეფი რიგას თბილისისაგან მეგობრობის ნიშნად გადაეცა. ისტორიული სკოლის შენობა რიგის ცენტრში 176 მეტრს აშენდა. რუსთავის ყველგან მithყავს და ყველგან დავყვებით. ჩვენ ბოლო წლებში გავხსენეთ რუსთაველის ძეგლი ძალიან საინტერესო კიევში, ბუდაპეშტში, რომში და ახლა ძეგლი არ არის, მაგრამ კედელზე ყველა ასეთ ცენტრალურ რიგაში მის ბარელიეფს ვსვით, იმიტომ რომ ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ლამაზი ჟესტი ლატვიური მთავრობის, ლატვიის საზოგადოების მხრიდან. და სადაც რუსთაველი არის საქართველოს ჩვენთვის. და ასევე როგორც საქართველოს საელჩო არის ყველგან, ასევე რუსთაველი უნდა იყოს ყველგან, სადაც არის გავლენიანი საქართველოს ამიერიდან და სამუდამოდ. ასე რომ სამალო გაიხსნა დაფა მიზნული ჩვენ ქართულ შოთა რუსთაველს აქ რიგაში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ და ეხლა ყოველდღე შეგვიძლია ნახოთ და წავიკითხოთ ეს ჩვენიერი სიტყვები, ვინ მოყარესა არ ეძებს, იგი თავისი მტერია. მონებას რა ვიცი, ამგილი არ აქვს, იმდენად ვამაყობ, რომ ესე იგი დღეს ჩვენი პრეზიდენტი არის ლატვიაში, არაჩვეულებრივი დღე არის, თუმცა სიცივეა, მაგრამ ჩემთვის სიტყვაა იმისათვის, რომ რუსთაველის მემორიალი გაიხსნა და ეს არის საამაყო ნამდვილად, სადაც ქართულად აწერია, ვინც მოყარეს არ ეძებს, იგი თავისი მტერია. და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვეძებოთ თელ მსოფლიოში ქართველებმა მოყრები და რაც უფრო მეტი მოყრები გვეყრება პრიბალტიკაში იქნება თუ მთელ მსოფლიოში, მეტად ვიქნებით ქართველები ამაღლებულები და აღორძინებულები.